ის ჟურნალისტური გამოძიება და ის ახალი დეტალები, რომელიც გასაჯაროვდა და გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, რამდენიმე გარემოების გამო არის საინტერესო. პირველ რიგში, იმიტომ რომ გუშინდელი სიუჟეტი დადასტურდა ის, რომ ქართულ ოცნებას არ ეთანამშრომლება ძალიან ბევრი ქვეყანა და შესაბამისად ინფორმაცია იმ შესახებ, სად არის ბაჩიაშვილი, აბუ-დაბის შემდეგ ქართულ ოცნებას უკვე აღარ მიეწოდება. ამ დრომდე არიციან ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი, სად არის ახლა და სად აქვს უსაფრთხო გარემო შექმნილი, რადგან ის სწორედ ამაზე საუბრობდა ინტერვიუში, რომელიც ტევაპიროს მისცა. აქედან გამომდინარე, დღეს იურისტები, ყოფილი მოსამართლეები, ის ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ, როგორ მუშაობს საერთაშორისო სამართალი და თუნდაც როგორ ხდება პროცედურულად წითელი ცირკულარით ადამიანის ძებნა, ძებნილად გამოცხადება, ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას უბრალოდ შანსი არ აქვს გიორგი ბაჩიაშვილი ქართულ ციხეში ჩასვას. ამის თქმის საფუძველს მათ აძლევთ ის, რომ პოლიტიკური ნიშანი იკვეთება გიორგი ბაჩიაშვილის საქმეში, გამომდინარე იმ მტკიცებულებებისა, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ უბრალოდ ვერ წარმოადგინა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ და გარდა ამისა, ქართული ოცნების მართლმსაჯულება არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს გარემოება მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის ცნობილი და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით ძალიან ნაკლებ სარწმუნოა ის, რომ თუ კი გიორგი ბაჩიაშვილს დააკავებენ რომელიმე ქვეყანაში, ის ქართულ ოცნებას გადმოსცენ. რომც მოხდეს ყველაზე ცუდ შემთხვევას ვიტყოდი დაკავება, ბუნებრივია მისი გადმოცემა არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება რამოდენიმე ნიშნის გამო. ერთი, რომ თვითონ როგორც იდევნება, ეს არის პოლიტიკური ნიშანი და ეს უკვე მკაფიოდ არის ქვეყანაში გამოკვეთილი, მისი სისხლის სამართლის საქმეში გამოკვეთილია. ეს საკითხები ის, რასაც მას ედავებიან საერთოდ დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა. საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და ესეც არის ერთ-ერთი ექსტრადიციის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება. ეს განსაკუთრებით ცნობილია, ბუნებრივია საქართველოს ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ერთ-ერთი პუნქტი იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლება. როდესაც რწმუნდება საერთაშორისო ძებნის ორგანო, რომ ადამიანის მიმართ არის პოლიტიკური ინტერესი, მისი დასჯის სურვილი, ან სადაც ხედავს, რომ სასამართლო არ არის გარანტირებული, რომ სამართლიანად განიხილავს და მეუკერძოებად შეწყვეტილა ძებნაც, ან არ გამოცხადებულა ძებნა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და ალბათ ეს ის შემთხვევა იქნება, სადაც წიასწარ არ შემილია, რა თქმა უნდა, ამის თქმა, მაგრამ ძლიერი არგუმენტები ექნება ბაჩიაშვილის მხარეს, რომ მოითხოვოს არ გამოცხადეს ძებნა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ქართულ ოპოზიციას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალოვანი უწყებები საქართველოში არის მოშლილი და ეს გამოიკვეთა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ შაბათის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომელი პასპორტით გადაკვეთა კონკრეტული საზღვარი, ამ შემთხვევაში უკვე სომხეთის გიორგი ბაჩიაშვილმა. ეს არის ძალიან საინტერესო გარემოება, იმიტომ რომ მას ორ საქმეზე ჰქონდა აღკვეთი შეფარდებული, მას პასპორტები ორჯერ ჩამოართვეს საქართველოს და რუსეთის, თუმცა აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილს რუსეთის პასპორტი მაინც ჰქონდა. როგორ აღმოჩნდა, რომ ქართულმა ოცნებამ ეს 2 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ბიტკოინების საქმე, მის წინააღმდეგ ვერ დაადგინა, ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა და ასევე კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით დათვალიერების დროს, როგორ ვერ მოხდა მისი აღმოჩენა თუნდაც იმ სამალავში, რომელშიც გიორგი ბაჩიაშვილი გამოძიების ვერსიით იმყოფებოდა და აი ეს გარემოებები დღეს ოპოზიციას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ოლიგარქმა სრულიად დაცალა ყველა ძალოვანი უწყება იმ ადამიანებისგან, რომელსაც აზრი მოეკითხებოდა, რომელსაც განათლება ცოდნა ჰქონდა და მხოლოდ პარტიული ნიშნით ყავს ადამიანები დატოვებული ამ სამსახურებში. სწორედ ამიტომ ისინი ჯეროვნად ვერ ასრულებენ იმ დაკისრებულ მოვალეობას, რომელიც თუნდაც საზღვრის კონტროლს მოიცავს. სისტემიდან პროფესიონალების გადინება ხდება მაქსიმალურად. მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ტრაილერის მძღოლება და ასე შემდეგ სამუშაო და სისტემა პარტიული აქტივით კომპლექტება. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ყველაფრისა, რომ სისტემა არ მუშაობს სახელმწიფოზე, სისტემა მუშაობს ერთ ადამიანზე და აქედან გამომდინარე
უსაფრთხოებიდან გამომდინარე უფრო სანდო პარტიული აქტივი მიაჩნიათ ამ ადამიანებს. ჩვენ ანახი გვაქვს, რომ მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ივანიშვილი შემოვიდა ქვეყანაში ისე, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო და ეხლა უკვე მთავარი ფინანსური ოპონენტი შეიძლება ითქვას, მისი თვალთახედვიდან გაიპარა ისე, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. ამიტომ კიდევ ერთხელ დავწუნდით, რომ ეს სისტემა სინამდვილეში რაც ლევომოსილების შექმნას სურს იმიჯურად ივანიშვილს, საერთოდ ნახევარიც არ არის იმის, რაც არის სინამდვილეში, ამიტომაც ეხლა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კორუფცია, ნეპოტიზმი და მართვა, რომელიც არ გახლავთ ეფექტური, თვითონ იმ სტრუქტურებსაც, რომელიც ივანიშვილის ჟანდარმერიად არის ქცეული, აქცევს ასე ვთქვათ აბსოლუტურ არაეფექტურ ინსტიტუციებად. გიორგი ბაჩიაშვილი იყო ადამიანი, რომელიც პირადად იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესის ობიექტი და შესაბამისად, როდესაც ასეთი ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ მას სუსი 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდა ახერხებს ქვეყნიდან გასვლას, ეს ოპოზიციისთვის არის იმის ინდიკატორი, რომ ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი არის დაძლეული და რომ ქართული ოცნება ვერ აკონტროლებს საზღვრებს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს ან გავიდეს, მიუხედავად იმისა, რა ტიპის კონტროლი აქვს მასზე დაწესებული ქართულ ძალოვან უწყებებს.